გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა. ბატონო ბერდია, საღამო მშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთრო და ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. აუცილებლად პირველ რიგში უნდა გითხოთ 20 იანვართან დაკავშირებით ქვეყანაში აი ამ არსებული პოლარიზაციის ფონზე და საკმაოდ მძიმე ფონია დამეთანხმებით თამაში. ყველა თანხმდება იმაზე, რომ 20 იანვარს ერთგვარად ყველაფერი დაალაგდება, ან გარკვეული მიმართულებები გამოჩნდება აი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ. მაგალითად, თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს ასეთ რამეს, ციტატა უნდა წავიკითხო, თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ქვია პირველი ფაზა. ეს ფაზა ახალ წლამდე თუ არ დავასრულეთ, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შემდგომ უკვე ძალიან გვიან იქნება. რა თქმა უნდა, მაინტერესებს განმარტება, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა 20 იანვართან დაკავშირებით განმარტება, განცხადება, ასე ვთქვათ, და ასეთი რამ თქვა მან, რომ უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის 20 იანვრისთვის. ახლა ყანყალებს და ახლა ირყევა თუ ეს დასტაბილურ და ცუდი იქნება. მაინტერესებს თქვენი პოზიცია და განმარტება, როგორ ფიქრობთ ოპოზიციაში, ვინ რის მოსწრებას ცდილობს 20 იანვრამდე. და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რაც მთავარია, რა ტიპის მოლოდინი გაქვთ? ერთი ის უნდა მოგესალმები და მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმები მომის მაყურებელს, აუწყებლის მაყურებელს. რას ლაპარაკობს სააკაშვილი, რა თქმა უნდა, საინტერესო არ არის არც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და მე ვფიქრობ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოადგენს. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ გზავნილს პირველ ფაზასთან დაკავშირებით, ხშირად ისმის ხოლმე ეს შეკითხვა და გულწრფელად რომ გითხრათ, მიკვირს, იმიტომ რომ ძალიან ვრცელი განმარტებები გააკეთა მაშინ, როდესაც ბატონი გახარია საუბრობდა ამ საკითხზე, მათ შორის ფაზებთან მიმართებით, რას გულისხმობდა და მოდი კიდევ ერთხელ განვმარტოთ საზოგადოების მაუწყებლის მაყურებელს. აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპარული არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლებამ საბოლოოდ მიიტაცა, მათ შორის არჩევანის უფლება მოქალაქეების, რომელიც არის ამ ქვეყანაში კონსტიტუციით დაცული უფლება და ევროპული კონვენციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლება, მაშინ როდესაც საყოველთაობის პრინციპი დაარღვია, მაშინ როდესაც თამაში გულისხმობ იმას, რომ რაზეც ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა, როდესაც 1 მილიონი ემიგრანტიდან 34,000 მიეცა მხოლოდ შესაძლებლობა მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და უბნების გახსნაზეც კი როგორი წინააღმდეგი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია გახსოვთ. მეორე ფარულობის პრინციპის დარღვევა, როდესაც თვითონ ამ ადამიანებმა აღიარეს, იმიტომ რომ ღიად საუბრობდნენ, რომ ესო გაჟონვა არაფერი არ არის, როდესაც პირდაპირ ჩანდა ბიულეტენზე გამოჟონილი კვალი, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენდა მოქალაქეების ნებაზე. მესამე პრინციპი ეს არის ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპი და თქვენ გახსოვთ უბნებთან ჩაცუცკული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და მეტადონშიკები, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენდნენ მათ შორის ამორჩევლის ნებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელ პრინციპზე ჩვენ ვსაუბრობთ, ინდივიდუალური ხმის პრინციპი, ხმების თანასწორობის პრინციპი, როდესაც თქვენ მაკაცინცაძეს მაგალითად გაქვთ უფლება, რომ ერთი ხმა მისცეთ და არა მაგალითად 12-ჯერ ან 14-ჯერ მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და მე მგონი ძალიან ბევრი ჟურნალისტური გამოწვევით. თქვენი არგუმენტები, ბატონო ბერდია, რის გამოც უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. რის გამოც უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. მაგრამ მივყვეთ, მოდით ამ 20 იანვარს და პირველ ფაზას. შესაბამისად ამ გაყალბებული არჩევნების პირობებში ბუნებრივია პირველი ამოცანა, მათ შორის არის, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც სრული უზურპაცია მოახდინა, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების და ამ უზურპირებული სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, მათ შორის კრიმინალების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი მოქმედებით, შეძლო და მიიტაცა მოქალაქეების არჩევანი, ბუნებრივია ჩვენი პირველი ამოცანა, პირველი ფაზის არის, რომ ხელისუფლებამ, რომელიც აცხადებს თავს, რომ ამ არჩევნებში მიიღო 54% ვერ მიიღოს ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ არ გამოხატავს ეს პარლამენტი და ეს ხელისუფლება კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქეების ნებას. მე ვფიქრობ, ეს პირველი ფაზის ამოცანა ძალიან წარმატებით არის მიღწეული, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად ბრიტანელი მინისტრები მოიხსენებენ მაგალითად ჩვენს დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს როგორც ოცნების წარმომადგენელს. მაგალითად პრემიერი, რომელიც პრემიერი აღარ არის, მაკრონი მაგალითად მას საერთოდ არ ესაუბრება. ბატონო ბერდია, ნახეთ, როდესაც საუბარი არის ახალი არჩევნების დანიშნაზე, ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება და გეტყვით რა შეკითხვები და რა არგუმენტები ისმის მაგალითად ხელისუფლების მხრიდან. ერთი, ეუთო ოდირის შუალედური და
წინასწარი კი ბატონო ანგარიში, რომლის მიხედვითაც მოხსენიებული არის ქართული ოცნება ხელისუფლებად. გარდა ამისა, იქ საუბარი არის გარკვეულ ხარვეზებზე, მაგრამ რამდენად მოახდენდა შედეგებზე გავლენას, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როდესაც 300.000 გაყალბებულ ხმაზე არის, იქ 400.000-იც დასახელდა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, 500.000 გაყალბებული ხმა დასახელდა. იმდენად დიდ მასშტაბზეა საუბარი, რომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ მნიშვნელოვანი სომხური კარუსელი დასახელდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, დუბლირებაზე იყო საუბარი. საბოლოოდ მივედით გაჟონვამდე, ფურცლიდან გაჟონვამდე, ხო? მე დაგეთანხმებოდით, რომ აქამდე. კარგით, ნუ დამეთანხმებით, არ არის აუცილებელი რომ დამეთანხმოთ. კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ რამდენად შეცვლიდა მაშინ ასე დავსვამ შეკითხვას და სად არის რაც მთავარია ეს მტკიცებულებები, რადგან მეც მათ შორის არაერთხელ მომითხოვია და მითხოვია იგივე ოპოზიციური პარტიებისთვისაც, არასამთავრობო სექტორისთვისაც, რომ მოიტანონ ეს მტკიცებულებები და მზად ვართ, პირველი არხი მზად არის, რომ აჩვენოს მაყურებელს პირდაპირ. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მტკიცებულება დაიდო ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ფარულობის ნაწილში და უამრავი ასეთი მტკიცებულება გასაჯაროდან და მიწოდებულია მათ შორის ნების ზეგავლენაზე, ზემოქმედებას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, აი რა ვიცი, იმოდენი სიუჟეტი გაკეთა მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, მათ შორის ჩვენ არაერთი ბრიფინგით ჩაგვიტარებია ამ საკითხებთან დაკავშირებით და შეგვიძლია გამოგიგზავნოთ. მესამე საკითხი, სად არის მტკიცებულება, თქვენ რო გეკითხეთ, როდესაც არჩევნების შედეგებზე არის საუბარი. დიახ, შედეგები მოახდენდა გავლენას ამას. დიახ, რა თქმა უნდა, მოახდენდა გავლენას და გეუბნებით. ამ საკითხზე ვსაუბრობ ზუსტად. სად არის მტკიცებულება, მთავარი მტკიცებულება? ვიცით სად არის? როდესაც ჩვენ ვითხოვდით გასაჯაროებას, რომ მოქალაქეებს მისცემოდათ შესაძლებლობა გადაემოწმებინათ, რომელ უბანზე მიცეთ მათ ხმა, მაგალითად მაკაცინცაძეს მისცემოდა შესაძლებლობა გადაემოწმებინა, რომელ უბანზე მისცა მან ხმა. ეს აპარატები, აი ვერიფიკაციის აპარატები, რომლითაც ძირითადი манипуляციები მოხდა, ფაქტობრივად მძევლად ყავს აყვანილი დღეს გენერალურ პროკურატურას, რომელიც რაღაცა ტიპის გამოძიებას აწარმოებს. თუმცა ბატონო ბერდი, აუცილებლად უნდა გითხრათ აქ რომ იგივე წინასაარჩევნო პერიოდში, კი, და მოგცემთ გაგრძელების საშუალებას. ნახეთ, წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტია ისიც, რომ ერთხმად, როგორც ოპოზიციის ლიდერები, ისე ყოფილი სახალხო დამცველი, ისე სალომე ზურაბიშვილი ერთხმად ამბობდნენ, რომ ამ პირობებში ელექტრონული სისტემით ჩატარებულ პირობებში გამორიცხული იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი შვილი. ამას ამტკიცებდნენ, გამორიცხული იყო გაყალბება. მაგა ძალიან უცნაურ ვითარებაში ვარ ახლა, სიმართლე რო გითხრათ და უნდა გითხრათ რა. უკვე მესამე კითხვა მისვამ და მიხეილ სააკაშვილს, მის შვილს, ოჯახს, გვარამიას და ვიღაცებს მიხსენებდა. ეს ადამიანები არაფრის მეტრები არ არიან ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, ოდესმე გვიხსენებია. არა, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის შეიძლება არ არიან მეტრები, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს რატომ მიხსენებთ? მე ხო არ მიჩვენს, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იყო ეს არჩევნები. ამაზე საუბრობდა ვინ? ნიკა გვარამია, ხო? ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რა შუაში ვართ ან ნინო ლომჯარიასთან ან გვარამიასთან ან თქვენ სააკაშვილთან რა შუასთან სააკაშვილთან მე გამოვხატავ კონკრეტული მოქალაქეების ნებას, რომლებიც ამ არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარ ნებას და ისინი წარმოადგენენ პარტიებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და ანალოგიური პრეტენზიები. როდესაც გეყოლებათ ეს პარტიის წარმომადგენლები, მათ შეგვიძლიათ ესაუბროთ საკნიდან მოსაუბრე სააკაშვილზე, მის პრობლემებზე, იმაზე რომ არაშუქებენ ან რაღაცა 20 იანვარზე როდესაც საუბრობს, მაგრამ ეს ჩემთვის წონადი არგუმენტი ვერ იქნება, მაკა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მე პასუხს ვაგებ პოლიტიკაში მხოლოდ იმ ფაქტების და იმ მოცემულობის გამო, რაზეც ჩემი პოლიტიკური პარტია პოზიციონირდება. და ჩემი პოლიტიკური პარტიის პოზიციონირებას ვერ ნახავთ თქვენ იმასთან მიმართებით, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოდ მივიჩნევდით ჩვენ მაგალითად აპარატებს, რომელიც შემოტანილი იყო. მათ შორის ვერავინ ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, როგორი ფურცელი იქნებოდა. ან როგორი კალამი იქნებოდა, გაჟონავდა თუ არ გაჟონავდა. დღეს რო თავს იმტრევენ და საუბრობენ თითქოს გაჟონვით კი გაჟონა, მაგრამ კონვერტში ისე იდო თითქოს, რომ ვერავინ ვერ დაინახავდა ამ ყველაფერს და აი სპეკულაციების სივრცე, როდესაც არსებობს, იქ უკვე ლეგიტიმაციას საუბარი ზედმეტია. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აბსოლუტურად ყველაფერს. მასშტაბზე საუბარი, ბატონო ბერდი, ამიტომ მეც ვყავი არჩევნებზე და არ მომხდარა როგორც ასეთი მასშტაბური რა არ მოხდა. ფურცლის, ანუ ისე მოხდა იმ აპარატში მოთავსება, ჩემ შემთხვევაში კონკრეტულად. თქვენთვის ინდივიდუალური კონვერტი და თუ რატო არა, კონვერტი იყო სრულიად გაუმჭვირვალე და თავის იყო არჩევნებში. თქვენ სულად დაფარეთ, სულად ჩაატიეთ თქვენი ბიულეტენი კონვერტში? ოდნავ იყო და შემდეგ შეცურდა. და შეცურების მომენტში უკან არ ჩანდა გაფერადებული ადგილი. ვიცი ხა, ესე არ დაკვირები ხართ ესე იგი და ვიღაცები აკვირდებოდნენ. პირდაპირ იყო მიდებული. კოლცენტრები არსებობდა, მაკა 3000 კოლცენტრი ამ ქვეყანაში, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებდა, რომელიც აკვირდებოდა მაკაცინცაძე რო იყო შესული უბანზე, რომელი შემოხაზა, რომელი გააფერადა და როდესაც აპარატში აცურებდა. ამაზე საჩივრები რატომ არ დაიწერა? მაჩორის ოპოზიციური პარტიების შემაჯამებელ ოქმებზე ხელი მოწერილი. შემაჯამებელი ოქმები გასაჩივრებული გვაქვს. პირველ ინსტანციაში
კასაციაში, აპელაციაში და ეხლა სტრასბურგის ვზადება ეს кейსი. რას მელაპარაკებთ? რა არ დაწერილა? ამიტომ მეტი ინფორმაციის მოძიება უნდა გმართებდეთ თქვენ ჟურნალისტებს. 1000-ზე მეტ უბანზე ხომ იყო მოწერილი ხელი კომისიის ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან. ოქს რასთან დაკავშირებით იყო ხელი მოწერილი? შემაჯამებელო შემაჯამებელო როდესაც წერება, იცით ხელი? როდესაც აპარატში არის რაღაცა X რაოდენობის ბიულეტენი მოთავსებული და ნამდვილად ამ რაოდენობის ბიულეტენი არის თუ არა აპარატში მოთავსებული. ამას გამოხატავს შემაჯამებელი ოქმი და არა იმას, ნების ზეგავლენის ქვეშ როგორ მოხდა ადამიანის მიერ ნების დაფიქსირება კონკრეტულ ბიულეტენზე, ან გაჟონა თუ არა ბიულეტენმა, ან გარეთ რა ხდებოდა საჩერებთან დაკავშირებით არის საჭიროებები. თქვენ გახსოვთ ხო? იმედი მაქვს ნანახი გექნებათ სიუჟეტები, შორის TV პირველს ქონდა ძალიან კარგი ჟურნალისტური გამოძიება, როდესაც პირდაპირ ამბობდნენ ასახელებდნენ ადამიანები, რომ რამდენიმე უბანზე იყვნენ და აფიქსირებული ქონდათ საკუთარი ხმები. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებდით მათ შორის თქვენი ტელევიზიით თვალს, როგორ ყრიდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როგორ ტენდა ბიულეტენებს, ხო გახსოვთ ეს, ხო გინახავთ ეს? და თქვენ რა გინდა მაგუბნის ხო და თქვენ რა გინდათ ეხლა დაგვარწმუნოთ რომ ეს ტენდენცია არისო და 90% აიღო მაგალითად ეთნიკური უმცირესობები დასახლებულ რეგიონებში ოცნების ხელისუფლებამ აი ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ აი არჩევნების საკითხს რო თავი დავანებოთ ადამიანებმა 28 ნოემბერს აი პრემიერმა რომელიც საკუთარ თავს ამ ქვეყნის წარმომადგენელს უწოდებს რომელიც ამ ქვეყნის პირველი პირი კი არ უნდა იყოს მაყარში არ წაიყვანება სამარცხვინოდ ისეთი დეზინფორმატორია და იმ უბანზე რომელზეც საუბრობდით შედეგები ხო და ეს იყო ტენდენცია მათ ეს ერთი ნახე მერე მეორე, როდესაც ზაურ დარგალის მას ხმისი პასპორტით აძლევდა ხისი პასპორტით აძლევდა ხმას ზაურ დარგალის დაკითხვაზე მაგალითად ამბობდნენ გამოკითხვაზე უпростоრად ადამიანები რომ აი მიუთითებდნენ სხვადასხვა რეპორტაჟებზე იმ ტელევიზიით რაც გავიდა ის ნახეთ ამ ტელევიზიით რაც გავიდა ის ნახეთ დღეს 21 საუკუნეში როცა ყველას გვაქვს ტელეფონი და არსებობს გადაღების საშუალება ხო მე ამ შემთხვევაში გეკითხებით სხვა რამეს ისეთი მასშტაბის იყო თქვა ხარვეზები რომ შესაძლებელი იყო შედეგზე მოეხდინა მნიშვნელოვანი გავლენა ამას საუბრობ და ამას ამტკიცებ? ამას საუბრობთ 3 თვე. კი ბატონო, კარგი, აი ეს მაინტერესებს და კიდევ ერთხელ. ალბათ ნუბაკარო ამ არჩევნებში თავისუფალი ნების გამოხატვა არ იყო უზრუნველყოფილი. ამ არჩევნებში ფარულო 4-ვე პრინციპი იყო დარღვეული, მათ შორის საყოველთაობის პრინციპი, ფარულობის პრინციპი, ნების თავისუფალი გამოხატვის პრინციპი და ხმების თანასწორობის პრინციპი. რამაც არსებითად მოახდინა ზეგავლენა არჩევნების შედეგებს. კარგით, გასაგებია თქვენი პოზიცია. როდესაც 20 იანვარზეა საუბარი და ინაუგურაციაზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, შედარებით ფართო სპექტრში რომ შევხედოთ, მაინტერესებს იმ პირობებში, როდესაც მაგალითად ქართული ოცნება საუბრობს გადატვირთვის პოლიტიკის წარმოებაზე და ძალიან დიდ მოლოდინს ამყარებს ამ მიმართულებით, ხომ? როგორ ფიქრობთ, რატომ მუსირებს მუდმივად ეს 20 იანვარი იგივე ოპოზიციურ ფლანგზე? თქვენ კი არ მოგწონთ მართალია, როდესაც სხვა ოპოზიციური ლიდერების პოზიციებთან დაკავშირებითაც გეკითხებით, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი მოლოდინი არსებობს ამასთან დაკავშირებით. ხომ არ არის ერთგვარად იმის მოლოდინი, რომ შესაძლებელია ოპოზიციურმა ფლანგმა 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გარკვეული მხარდაჭერა დაკარგოს? მე ვფიქრობ, აქ ოპოზიციის და ხელისუფლების მხარდაჭერაზე არ არის საუბარი, ხო? აქ ყველა თვალნათლივ უსვამს ხაზს ერთადერთ გარემოებას, რომ შეერთებული შტატებიც არის ქართველი ხალხის მეგობარი. არც კონკრეტულ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოცნების ან სხვა ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შეერთებული შტატები არის ქართული სახელმწიფოსი და ქართველი ხალხის მეგობარი. ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ჩვენ ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ეს არის ორპარტიულად მიღებული დოკუმენტები, მათ შორის მხარდამჭერი აქტები და რეზოლუციები, რომელიც ინიცირდება მაგალითად კონგრესში, აი ესეც ორპარტიული დოკუმენტებია, შესაბამისად პოლიტიკა, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებით აქვს, არის ორპარტიული. რაც შეეხება მოლოდინებს, ბუნებრივია, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რა თქმა უნდა, აქვს მოლოდინი ოცნების ხელისუფლებას, რომ რაღაცა ტიპის გადატვირთვის პოლიტიკა იქნება, მათ შორის ოცნების ხელისუფლებასთან მიმართებით. და ბუნებრივია, ეს მოლოდინი არსებობს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ხედვა, მათ შორის სხვადასხვა მიმართულები და კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შორის ტრამპს, რომელიც ღიად პოზიციონირებს ამ საკითხებთან მიმართებით, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებით მე ვფიქრობ, ძალიან მკაფიო გზავნილებია, ხო? ერთ შემთხვევაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებიც უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის ევროპის დამოკიდებულებას და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, რომელიც პოლიტიკურ ამინს ქმნიან, მათ შორის ევროკავშირში, საფრანგეთიც და ბრიტანეთი არ არის ევროკავშირში. ორბანის დამოკიდებულებაც უნდა გაგახსენოთ საქართველოსთან მიმართებაში, რომელსაც ტრამპი ერთგვარ დასაყრდენად მოიხსენიებს ევროპაში.
სად როდის თქვა ეს? მე არ მახსოვს ეს განცხადება. თქვენ შეგიძლია გამოგიგზავნოთ ეს წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში გამოგიგზავნით ეს ამ განცხადება. ორი საკითხია, მაკა დღეს ქვეყანა არის გაყოფილი ორად. ოღონდ და პირველი ვისაჩერდა ორბანი იყო, ესეც ხო ფაქტია. კარგით ხო ორბანი. კარგით რა ეს ფაქტები არის, ბატონო ბერდია, თუ რა ინფორმაცია გამოგიგზავნით. გამოგიგზავნით ორბანის ვექილად ვერ გამოდგებით თქვენ, მაკა ცინცაძე ხარ ჩვენი არის ჟურნალისტი. შეკითხვას გისვამ და ფაქტებს გახსენებ. ორბანის და ტრამპის მეგობრობაზე მესაუბრები და ეს არ არის წონადი არგუმენტი ეხლა კონკრეტულ შემთხვევაში. ეხლა გვაქვს ორი მოცემულობა, ქვეყანა არის გაყოფილი ორად. ოღონდ ერთ მხარეს დგას აი ეს ოცნების ელიტები და ხელისუფლება, მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხი. ესენი არიან უბსკურის პირას. და ვიზაელაპარაკება ტრამპი საინტერესო ოციანურის მერე ქართულ ხალხს თუ საქართველოს ხელისუფლებას? ქართულ სახელმწიფოს დაელაპარაკება და ქართულ ხალხს, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. აი ხალხს როგორ დაელაპარაკება და არა ხელისუფლებას? აბსოლუტურად დარწმუნებული. რა ვიცი, ხა ბრიტანეთში მაგალითად მინისტრი, რომელიც ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს, მას არ მოიხსენიებს საგარეო საქმეთა მინისტრად და მოიხსენიებს ოცნების წარმომადგენლად. დღეს ფაქტობრივად მივიღეთ ოცნების ხელისუფლება ბრჭყალებში დე-ფაქტო ისეთი, რომელიც აი 90 წლამდე, მაგალითად საბჭოთა კავშირის საქართველოს ახასიათებდა, ხო? კომპარტია, რომელსაც ემორჩილება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის ისეთი შტოები ხელისუფლების, რომელიც არ უნდა ემორჩილებოდეს და ერთი პირი, რომელიც არაფორმალი არის ამ ყველაფერში, საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობს თავიდან ბოლომდე. აი ფაქტობრივად მე ვცხვენოდა მაკა გულწრფელად, როდესაც უმსხვილესმა ქვეყნებმა, იტალიამ, რუმინეთმა და ესპანეთმა ჩემი ქვეყნის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრს, თუმცა როგორც თვითონ უწოდებს წარმომადგენელს ამ ქვეყნის, ფაქტობრივად დეზინფორმატორი და მათხვარა უწოდა, ხო? როგორ შეიძლება ეს ადამიანი რაიმეს წარმოადგენდეს ან რაიმე დისკუსიას ითხოვდეს ვინმესთან, ხო? არში ყველა მიცის, მათ შორის მაკრონმაც ძალიან კარგად იცის, თუმცა ეს საკმაოდ ძლიერი განმარტება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ მათ შეაცვლევინეს, შესაძლოა შეაცვლევინეს გადაწყვეტილება. გლობალურმა ომის პარტიამ თუ ვინ შეაცვლევინა? ვიზე საუბრობდა? ეს ადამიანები ხა არიან ობიექტური აზრისგან იზოლირებულები. ეხლა ეს ადამიანები არიან ჩაკეტილები და რეალურად ვერაცნობიერებენ ქვეყანაში რა პროცესები ხდება. არიან ოცნებაში ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს აცნობიერებენ და მათ სახეზე ეტყობათ ეს ყველაფერი, ვინც მეტად ინფორმირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც ქვეყანაში მიდის. როგორ შეიძლება ქვეყანაში ყავდეს სანქცირებული მერი, სანქცირებული მოსამართლეები, სანქცირებული პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის წევრები და ესენი საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, ყველაფერი გაივლის. მაინტერესებს გახარიას პარტიის ხედვა 20 იანვრის შემდეგ რა მოცემულობის წინაშე ვდგებით და მათ შორის 20 იანვრამდეც ვილაპარაკოთ შემდეგ. ხო 20 იანვრის შემდეგ განსაკუთრებით რა მოცემულობის წინაშე ვდგებით, ვის დაელაპარაკება ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია ხალხს ამბობთ, მაგრამ როგორ უნდა ესაუბროს ხალხს და არ უნდა ესაუბროს ხელისუფლებას, ანუ სადამდე მივდივართ. რომელ ხელისუფლებას უნდა რომელიც გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრობს ტრამპთან მიმართებაში და ამერიკის შეერთებული შტატებთან მიმართებაში. ორ რამესთან დაკავშირებით. გასაგებია რომ თქვენ დე-ფაქტოს უწოდებთ, მაგრამ ხალხი უწოდებს ამას და ევროპელები ასე მოიხსენიებენ ყოველ შემთხვევაში ოცნების წარმომადგენელს ეძახიან ანუ ფიქრობთ რომ ტრამპიც ამ მიმართულებით წავა? ბუნებრივია ხა პროგნოზები უმადური საქმეა კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან გააგრძელებს და ამ ხალხთან გააგრძელებს და არავის არ ეპატიება. ყველაზე დიდი ტრანზიტორი დემოკრატიის მთელ მსოფლიოში არის შეერთებული შტატები და დემოკრატიის ტრანზიტი შეერთებული შტატებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ რეგიონში, რომელ რეგიონში ჩვენ ვიმყოფებით და ამაში ძალიან სერიოზული კონტრიბუციაა ჩადებული, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელთანაც მუშაობის გამოცდილება ჩვენ ხელისუფლებაში გვქონია, მათ შორის ბატონი მაიკ პომპეო იყო ჩამოსული, როდესაც გიორგი გახარიას ხვდებოდა სახელმწიფო მდივანი ტრამპის ადმინისტრაციის, ამიტომ მათთან მუშაობის გამოცდილება, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდსაც აქვს და შესაბამისად, ეხლა წინასწარ მოლოდინებზე საუბარია ვის დაურეკავს, ვის დაელაპარაკება. ფაქტი იცით რა არის, მაკა? ჩვენი რეგიონიდან ფაშინიანიც ესაუბრა ტრამპს, ესაუბრა ალიევიც და საქართველოსდან ესაუბრა მხოლოდ ზურაბიშვილი. აი ეს არის პრობლემა პრემიერ-მინისტრის, რომ თვითონ ვერ ელაპარაკება ვერავის, ვერც ტრამპს დაელაპარაკება. იმიტომ რომ თუმცა საუბრის დეტალები ბატონო ბერდია არ ვიცით. არა, ფაქტი ხო შემდგარია, რომ კობახიძეს არ უსაუბრია ტრამპთან. როდესაც ფაშინიანი ესაუბრა, ხომ ეთანხმებით? როცა ალიევი ესაუბრა, ხო ეს ფაქტები ხო შემდგარია. ჯერჯერობით, რა ვიცი, ხა ფაქტია ადამიანი არჩეულია უკვე შეერთებული შტატების პრეზიდენტად და რა ვიცი, ხა ერთადერთი პრეზიდენტი, ვისაც ალბათ ელაპარაკება ესე იმათ
თავისივე არჩეული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილია და ალბათ ფეხბურთის კი ბატონო, არ ვიცით ნამდვილად რაზე ამიტომ ჩვენ მოლოდინებს რადგან ეკითხებოდით. პრემიერ-მინისტრს, თუმცა ანალოგიურად არ ვიცით ზურაბიშვილის და ტრამპის საუბრის შინაარსი, ხო? თუმცა ფაქტია რომ შედგა საუბარი ამაზე დავასრულოთ თუ შეიძლება თქვენი კითხვის პასუხს. პირველი ფაზა მე ვფიქრობ უკვე შემდგარია. 29-ში ეხა იქნება რაღაც ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია, სადაც უდიპლომო პრეზიდენტს უნდა მიანიჭონ პრეზიდენტის სტატუსი. მე ვფიქრობ, როგორც ამ პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს დღეს ლეგიტიმაცია, ზუსტად ასე ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ყაველაშვილი. ეს იქნება პირველი ფაზის დასასრული და ამის შემდეგ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სრულად იზოლირებულად იგრძნობს ხელისუფლება თავს, მათ შორის რომელიც ხელისუფლებას უწოდებს ახლა თავს, ეს პოლიტიკური გუნდი დაიწყება მეორე მნიშვნელოვანი ფაზა, მწვავე ფაზა, როდესაც ესენი დაიწყებენ გაცნობიერებას რა პოლიტიკური პროცესების წინაშე აი ეს მაინტერესებს, რა ხდება 30 დეკემბრიდან საინტერესოა, მაშინ როდესაც ზურაბიშვილი 31 დეკემბერს შემოვა ახალი წელი. ახალი წელი კი ბატონო შემოვა, მაგრამ რა ხდება 29 დეკემბრის შემდეგ? რა მოცემულობის წინაშე დგება საქართველოს მოსახლეობა? მე ვფიქრობ, კონკრეტულ შემთხვევაში ეს ადამიანები, აი რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ქვეყანაში ნებისმიერ პოლიტიკურ კრიზისზე, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც თავს აცხადებს, რომ ხელისუფლებაა და მართავს ქვეყანას. ოპოზიცია არ არის პროცესზე პასუხისმგებელი. პროცესზე პასუხისმგებელი არის ოპოზიცია კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც შეიძლება და შედეგებზე, რომელსაც ის გადაწყვეტილებები მოიტანს. შედეგებზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, ხელისუფლება, რომელიც თუ რაღაცას არასწორად აკეთებს ოპოზიცია, იმისთვის არის ხელისუფლება და იმისთვის აქვს უმრავლესობა ბრჭყალებში, ამას დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, რომ მსგავსი ტიპის ლეგიტიმაციის მიღების შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს და დააზღვიოს ის შესაძლო რისკები, როგორცაც აი რო აცხადებენ, რომ მავნებელი ოპოზიცია რაღაცას გეგმავს, ხო? მეორე მნიშვნელოვანი ფაზა ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა არის ყველაზე დიდი უბედურება ამ ქვეყნისთვის, რომელზეც პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე იქნება ოცნების ხელისუფლება და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისები შეიძლება მოყვეს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს უნდა იცოდნენ და ამაზე თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, პასუხისმგებელი იქნება ოცნების ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს აბსოლუტურად იმისთვის, რომ პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება, მაგრამ რა მოცემულობის წინაშე ვდგებით, აუცილებლად უნდა გითხოთ ბატონო ბერდია 30 დეკემბრიდან იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გეგმავს დატოვოს ორბელიანების სასახლე, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, კი, თქვა ასეთი რამ, ეს ჩვენ სასახლეს არ დავტოვებო. ეს ლეგიტიც მე არ მგონია რა. თანამდებობის დატოვებაზე ზოგადად და ერთადერთი ლეგიტიმური არის თვითონ. კი ბატონო, ერთადერთი მოკლედ ლეგიტიმური არის თვითონ. ნახეთ რა მაინტერესებს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, ხო? გვაქვს კანონები და კონსტიტუცია, რომელსაც მივყვებით. რა მოცემულობის წინაშე აი ეს მაინტერესებს, რა მოცემულობის წინაშე ვდგებით, გვექნება ორი კონსტიტუცია, ახალს დაწერენ, ორი პრეზიდენტი გვეყოლება, რა ხდება აი 20 თუ დაპირისპირების ფაზაში შევდივართ, ამ მწვავე დაპირისპირების ფაზაში. მაგა გულწრფელად რო გითხრათ, თქვენი ოპტიმიზმი მაკვირვებს. ჩვენ კონსტიტუცია არ გვაქვს. კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები, რაც არის ამ ქვეყანაში დაცული არ არის. ადამიანებს პირდაპირ ცემენ, ძარცვავენ, მოროდიორობა გახდა ამ ხელისუფლების მთავარი სახე, ნიღაბი, რომლითაც ძალადობს, ხო? მოძალადეები ხო არ იყვნენ, ეხლა ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, მოძალადეებიც გახდნენ. მეორე თავი არ მუშაობს, მესამე თავი პარლამენტის არ მუშაობს, მეოთხე თავი პრეზიდენტის არ მუშაობს. სასამართლო ხელისუფლება არ მუშაობს. 78 მუხლი არ მუშაობს. კონსტიტუცია აღარ გვაქვს. კონსტიტუცია ფაქტობრივად კონსტიტუციური ჩარჩოები და ხელისუფლება არის გასული. კონსტიტუციის ვერც ერთი მუხლი ვერ მუშაობს. ვერც ერთი შტო ვერ მუშაობს. განაცხადა ბატონო ბერდია, რომ მოლაპარაკების გახსნის შემთხვევაში მზად არიან მომენტალურად მოაწერონ ხელი. ეს საკენკი დაუყარონ, რა ვიცი. ვისთვისაც დაუყრიათ ახლა. აი არასერიოზულია ახლა. ეს ადამიანი შეფასებულია დეზინფორმატორ ადამიანად. ამ ქვეყნის სირცხვილად, რომელიც ამ ქვეყნის წარმომადგენელი არ უნდა იყოს. სირცხვილია ამ ადამიანს სუფრაზე არ უნდა აუსხდებოდეს ნორმალური ადამიანები. ნახეთ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა. ეს ერთგვარად ხა რასაც საუბრობთ, ცოტა სუფრაზე არ უნდა დასხდნენ ასე შემდეგ, ეს ცოტა დაპირისპირება და გაღვივების მცდელობა ხომ არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ისედაც პოლარიზაცია, საკმაოდ დიდი პოლარიზაცია საზოგადოებაში. კობახიძე ყოველ დღე გასცემს ბრძანებას საკუთარი მოქალაქეების და ახალგაზრდების ცემასთან დაკავშირებით. საკუთარ სტუდენტებს ხელისუფლების მეთაური არის და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის. მისი უშუალო საკურატორო და გასაგები ემოციური განცხადებები, თუმცა პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ნახეთ ბატონო ბერდია, რატომ არ შეიძლება რომ პოლიტიკური ოპონენტები ხართ? გასაგებია ხელისუფლების, მაგრამ როდესაც
ევროინტეგრაციაზე არის საუბარი, ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რაზეც თანხმდება ეს უცნაური დაპირისპირების რეჟიმში ვართ. თქვენ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობთ, რომ მიზანი სწორედ ეს არის, ხელისუფლება თავის მხრივ ასევე ამბობს, რომ მიზანი მისი არის ევროინტეგრაცია და იგი ისახელებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ასე შემდეგ. ნახეთ, უვიზო მიმოსვლას და მოცემულობა არის ეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. ამ პირობებში რატომ არ შეიძლება, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ თუ კი მოლაპარაკებები გაიხსნება, ის მზად არის პირველივე წამს, იმ წამსვე მოაწეროს ხელი ნებისმიერ შეთანხმებას და წაყრეს ამაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ ტყუილია? რა თქმა უნდა, ტყუილია. მოყვებით. შეკითხვა მაქვს ასეთი. რატომ არ შეიძლება, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გაერთიანდნენ ამ საკითხში, მოითხოვონ მოლაპარაკების გახსნა და მოლაპარაკების გახსნის პირობებში, თუ კი ხელისუფლება უკან დაიხევს, ეს თქვენთვისაც იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დივიდენდი და ცხადი გახდება იმ ადამიანებისთვისაც, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია, ვისაც ამაში ეჭვიეპარებოდა ჯერა იმ 1,200,000 მინიმუმ, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების გახსნის პირობებში ნამდვილად მიუჩნდება მოლაპარაკების ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს არის, რა თქმა უნდა, ბლეფი, რომელიც შემოაგდო კონკრეტულ შემთხვევაში მართლმა პოლიტიკურმა პარტიამ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ეს ადამიანები ფუნდამენტურად არ არიან დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით, იმიტომ რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეს ხომ უბრალოდ გაცხადებებია ამ ეტაპზე. რატომ არ შეიძლება, რომ როდესაც ქვეყნის ყოველთვის უყურეთ, ყოველთვის ჩვენი პოლიტიკური პარტია იყო პარტნიორი საკუთარი სახელმწიფოსი და საკუთარი მოქალაქეების. თქვენ გახსოვთ, რომ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში ჩვენ პირველი პოლიტიკური გუნდი ვიყავით, რომელმაც ვთქვით, რომ მოდი ამ სამუშაო ჯგუფებში დავსხდები და ის 12 რეკომენდაცია, რაც ევროკავშირისგან გვაქვს, აი ამ გაწევრიანების გზაზე შესაძლებელი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, გავაკეთოთ. და ევროკავშირმა რა გვითხრა, ამ 12-დან 3 რეკომენდაციაა შესრულებული, ისიც 3 ნაწილობრივ. აი ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს ჩვენ ხელისუფლებასთან მუშაობის შედეგად. რომელი რეკომენდაცია გაითვალისწინეს? რომელი გაითვალისწინეს? დამოუკიდებლად აქციეს სასამართლო მურუსიძეს არა აქვს სასამართლო და ჩინჩალაძეს. ცესკო არ დაიქვემდებარა ეს თავიდან ბოლომდე, სახელმწიფო ინსპექტორი არ დაიქვემდებარა ეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ დაიქვემდებარა ეს, პროკურატურა არ დაიქვემდებარა ეს, ასობით ნაცემი ადამიანი დამტვრეული ძვლებში ადამიანებისგან, რომელი ერთი кейსი გახსენდება, თქვენ რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში პოლიცია მისცა. აი მრცხვენოდა მე როგორც ყოფილ პროკურორს და ყოფილ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი იმაზე, როდესაც ქვეყნისთვის ამდენად მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, რატომ არ შეიძლება ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გაერთიანება და აქვე აუცილებლად უნდა ეს ხელისუფლება არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას და ამ ადამიანებთან ერთად დასხდომა და ევროკავშირზე საუბარი არის მგლის თავზე საყარების კითხვა. ბატონო ბერდია 1,200,000 ადამიანმა მისცა ფაქტი ამ ხელისუფლებას. შემდგარ ფაქტად რატო აცხადებთ ამას? არც ეს არ არის ფაქტი. ჯერ 1,200,000 არ აცხადებენ, ესენი 1,120,000 აცხადებენ. 100,000 იყოს თუ გნებავთ. არ არის შემდგარი ფაქტი, მაგრამ მერწმუნით. თქვენ შეიძლება გუნხრუალი მხარდამჭერი ხართ ოცნების, მაგრამ არ არის შემდგარი ფაქტი აქ. საზოგადოება მტკიცებულებები არ გვინახავს, რომ არ არის ეს შემდგარი ფაქტი. როგორ არ გვინახავს? წინა წუთებში ვსაუბრობდით, ეხლა ზუსტად აი 4 პრინციპზე, რომელიც დაიყო და ამ მტკიცებულებებზე, რომელიც ჯერ ერთი აქვს მძევლად აყვანილი ვერიფიკაციის აპარატები. გიორგი კახარია კრიზისის პიკის მნიშვნელობაზე საუბრობს, მინდა რომ ეს შეკითხვაც მოვასწრო და ასტრამეს ამბობს, ქართულ ოცნებას სხვა გამოსავალი არ ექნება და მოუწევს ყველა მხარეს პოლიტიკურ მაგიდასთან დაჯდომა. კრიზისის პიკში არც ერთ მხარეს, მეორე მხარის გარეშე კრიზისიდან გამოსვლის რესურსი არ ექნება, ოცნებასაც მოუწევს პროტესტთა კომუნიკაცია და პროტესტსაც დაჭირდება ოცნებასთან კომუნიკაცია, როცა ვიქნებით სრულ პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც ვერც ერთი მხარე დამოუკიდებლად ვერ გამოვა. ამბობს გიორგი გახარია, მეორეს მხრივ საუბარი არის იმაზე, რომ აქცია, რომელიც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე არის სრულად თვითნაბადი, მაგალითად ნინო ლომჯარი ასეთ რამეს ამბობს, რომ დილის 7 საათიდან ვინც დგას აქციაზე, მომავალ პარლამენტშიც უნდა შევიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ხალხი. რა მოცემულობის წინაშე ვართ? ანუ იგივე თუნდაც აქციის მონაწილეები გარკვეულწილად, ნაწილი ყოველ შემთხვევაში თუნდაც განცხადებები, რაც მოგვისმენია მათი, ემიჯნებიან პოლიტიკოსებს. არ აღიარებენ რომ და არ ამბობენ როგორც ასეთი რომ ისინი იმყოფებიან მაგალითად ოპოზიციური პარტიების აქციაზე. ისინი ამბობენ რომ კონკრეტული მოთხოვნები აქვს და ამ მოთხოვნების გათავისუფლდნენ დაკავებულები და ამავდროულად ჩატარდეს ახალი არჩევნები. კი ბატონო, ეს არის საერთო მოთხოვნებს. ოპოზიციისაც, მოქალაქეებისაც. როდესაც თქვენ საუბრობთ რომ უნდა მიუსხდა მოუწევს. ვინ უჯდება ამ მოლაპარაკების მაგიდას? ძალიან მარტივია. კონკრეტულ შემთხვევაში ეხა რა დიალოგსაც თავაზობს აი სრულად ფარისეულურად კობახიძე ადამიანებს თითქოს ჯერ ცემს
მე დააკავებს ზოგს იზოლატორში გააგდებს და იქ ნეკნებ დამტროულს ამყოფებს 8 დღის განმავლობაში. აი სასაცილო და სამარცხვინო მართლმსაჯულებას მანდ მივდივარ ზუსტად და დამასრულებინებ თუ შეიძლება. მე ზოგს შეაქებს პრემიებს დაურიგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. თქვენს კოლეგებს მათ შორის კისერს მოსტეხავს. და ჩვენს თანამშრომლებს მათ შორის ძალიან ცუდი და რა თქმა უნდა მხარდაჭერა ამ ადამიანებს. და მე თითქოს რაღაცა ტიპის ეს არის ფარსი. და მე დაждდება და იტყვის რომ არანაირი არგუმენტი არ იქნა თითქოს წარმოდგენილი. ეს არის ფარსი. ეს ადამიანი პოლიციელებიც არიან დაშავებულები და ესეც უნდა ითქვას. მაკა ძალიან გთხოვთ პოლიციელების მიმართ ემპათიას მე უმასწავლით, იმიტომ რომ მე ადამიანებთან ერთად მიმუშავე და ყოველთვის მხარს დავუჭერ მე კეთილსინდისიერ პოლიციელს, მაგრამ პოლიციელს რომელიც არ ჟურნალისტი იქნება, აფსის მონაწილე იქნება, მონდირი ეცმება, მოქალაქე იქნება. ემპათია როდესაც დაშავებული ნებისმიერი დაშავებული თქვენ განსაკუთრებული ემპათია ხო გაქვთ თქვენი კოლეგების მიმართ? მე როგორც ჩემი ყოფილი თანამშრომლების მიმართ ეს შეიძლება მქონდეს, ამიტომ მე ყოველთვის ემპათიური ვიქნები ნებისმიერი დაზარალებულის მიმართ. ემპათია მაქვს ადამიანების მიმართ. კარგი, დავასრულებ თქვენ შეკითხვაზე პასუხს. კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანთა სადისკუსიო არაფერი არ არის. ბიძინა ივანიშვილი უნდა გამობრძანდეს, რომელიც არის ამ ქვეყნის სრული მმართველი, იმპერატორი, რომელმაც სრულად მიიტაცა ეს ქვეყანა თავის სახელმწიფო ინსტიტუტებით და საერთაშორისო მედიაციის პირობებში, მათ შორის რომლის გარანტი უნდა იყოს სერიოზული მედიატორები, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაიდოს ორ საკითხთან დაკავშირებით პირობა. ერთი სასწრაფოდ გათავისუფლებული დაკავებული, ეს არის მოლაპარაკების პირობა, რომელიც უნდა იყოს და მეორე ჩატარდეს ახალი არჩევნები. ოღონდ ახალი არჩევნების ჩატარებას იგივე პირობებში, რა თქმა უნდა, არ ექნება აზრი. ჩვენ პირველ რიგში უნდა მივაღწიოთ იმას, ახალი არჩევნების თარიღთან ერთად გავათავისუფლოთ CESCO, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ძალიან ბევრი კიდე სხვა უწყება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში პირდაპირ არის ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელისგან და ეს სტრუქტურები ვაქციოთ იმ სტრუქტურებად, რომელიც მოიმსახურებიან საკუთარ მანდატს და საკუთარი მანდატის ფარგლებში საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ეს იქნება გარანტი იმისი, რომ თავისუფალი ნების გამოვლის პირობებში ჩატარდება არჩევნები და მაკაცინცაძის ხმაც ისეთი წონადი იქნება, როგორც ბერდიას იჭინავას ხმა იქნება და თქვენი ხმაც და ჩემი ხმაც რო აიწონება ობიექტური არჩევნების პირობებში გამოჩნდება რეალურად ვინ ვისმის სახმა და ეს კი ბატონო, კარგით, ბატონო ბერდია, აუცილებლად უნდა ითქვას მაშინ ისიც, რომ როდესაც ემპათიაზეა საუბარი, ცნობისთვის კახარიას პირობებშიც აქციების დროს ორი ჟურნალისტი საკმაოდ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში უფრო კონკრეტულად ორი ჟურნალისტი საკმაოდ მძიმედ იყო. კი, რა თქმა უნდა, მახსოვს კიდევაც ერთი თქვენი ნიკა თუ 20 ძალიან კარგი თუ გახსოვთ. მახსოვს კი არა, მუდმივად ემპათიას გამოვხატავდით ამ ადამიანების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ, მათ შორის პოლიციელების მიმართაც ემპათია უნდა გამოვხატოთ ყველა დაშავებულის მიმართ და არა შერჩევით. ხო, ვინმე გამოვხატა შერჩევით? ნუ არ ახსენებდით ყოველ შემთხვევაში პოლიცია რა გარკვეულწილად შეიშმუშნეთ და ამიტომ არ მიხსენებია, ჟურნალისტები არ მიხსენებია. არა, როდესაც პოლიციელები მახსენებ, იმ მომენტში გარკვეულწილად შეიშმუშნეთ. არ გესიამოვნეთ თითქოს. რა არ მისცემ. მომეჩვენა? კი ბატონო, კარგით. მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. ბერდია სიჭინავა იყო ჩვენი სტუმარი, პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი.